სკვარში გადავარდნილ 36 წლის რაჟდენ ჩინჩალაძესა და მის ავტომობილს 72 საათია ეძებენ. სამძებრო სამაშველო ღონისძიება მდინარის მთელ პერიმეტრზე მიმდინარეობს. მძღოლს კი, რომელმაც პროკურატურის ინფორმაციით საავარიო მდგომარეობა შექმნა, დღეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მერსედესის მარკის მანქანა ჰიუნდაის მარკისას შეეჯახა და მას მართვა დააკარგინა. საპირისპირო ზოლში ჰიუნდაი კიდევ ერთ ავტომობილს შეეჯახა და მართვა დაკარგული დინარეში გადავარდა. სკოლებში სასწავლო პროცესის განმავლობაში ტელეფონების არამიზნობრივი გამოყენება იკრძალება. განათლების სამინისტროს ბრძანების მიხედვით 1 სექტემბრამდე სკოლებმა მობილურებისა და ჭკვიანი საათების შესანახი სპეციალური სათავსოები უნდა შეიძინონ. ყველა საკლასო ოთახს ინდივიდუალური სათავსო ექნება. ტელეფონით სარგებლობის უფლება კი მოსწავლეებს მხოლოდ განსაკუთრებული საჭიროებების მიხედვით მიეცემათ. ეს წერილი თავხედური იყო. პუტინი ზელენსკის ღია გზავნილსა და ომის შეწყვეტის შეთავაზებას პასუხობს. დღეს დილით პესკოვმა მომაწოდა ეს ფურცელი მეის ზედაპირულად გადავიკითხეთ, თქვა ოკუპანტი ქვეყნის ლიდერმა. პუტინის თქმით, ზელენსკისთან შეხვედრის აზრს ვერ ხედავს. რუსეთში მუშახელის დეფიციტის გამო ბავშვთა უფლებების დამცველს სამუშაო ასაკის 12 წლამდე დაწევა სურს. ოლგა იაროსლავსკაიას განცხადებით, რუსეთში უნდა აღდგეს საბჭოთა პერიოდის შრომითი ბანაკების პრაქტიკა სკოლის მოსწავლეებისთვის.